მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი არის. სუსის დაბადების დღე ყოფილა და ალბათ ეს კვეთაც არის დღევანდელი დღის განსაკუთრებული მიზეზი, რაც ჩემს მიმართ არის ატეხილი, აი ამ ამბის გაგრძელება მინდა გავაკეთო. ხო და მოკლედ სუსის აგენტურა აყროლდა თავიდან ბოლომდე ყარს. მოკლედ, რას აღარ მაბრალებენ კოდორის ხეობის გაყიდვას, მაბრალებენ ისლამისტებთან კავშირს, მაბრალებენ, რა ვიცი, 2008 წლის ომის დროს რუსებზე კოორდინატების გადაცემას, რომელსაც დაუჭერი ვარ სხვათა შორის, და კიდევ სხვა ბევრ სიბინძურეებს მაბრალებენ, ნუ აღარაა საუბარი ტრადიციულ ბრალდებებზე, ეკლესიის, ღმერთის, რწმენის და ყველაფრის მტერი. მოკლედ, მინდა რომ ახლა დღეს კოლექტიურად გავცე პასუხი ამ ხალხს და თან ისე დაემთხვა, რომ სუსის აგენტებმა თქვეს, რომ ისო კონკრეტულად მარია კუბლაშვილმა გამოაცხადა, რომ აი რა სიურპრიზებსო უნდა ველოდო და მე გეტყვით თქვენ, რომ აუცილებლად ელოდეთ უახლეს მომავალში ჩემგან სიურპრიზ მაპატიეთ, დღეს დაბადების დღე გაქვთ. და შეიძლება ამ წუთში არა მაქვს მზად საჩუქარი, მაგრამ დაგვიანებულად აუცილებლად მოგართმევთ საჩუქარს, რომელიც საჩუქარშიც არ დამავიწყდება არაფერი, სრული გემოვნებით იქნება ყველაფერი დაკომპლექტებული და ეს ძალიან მალე მოხდება, ხო ითხოვდით და ასე რომ ვთქვათ, ნამდვილად არ გაგაწმილებთ ამ საჩუქართან დაკავშირებით, მოკლედ მე ასე მოგილოცავ სუსის ვირთხებს ამ ყველაფერს. შეიძლება ახლა ვინცა იმ უშიშროებაში პატრიოტული გრძნობით ავსებული ადამიანები, რომლებსაც მართლა ქვეყნის უსაფრთხოება ადარდებთ, ძალიან ცოტაა ეს ნაწილი, ვინც მართლა სამშობლოს ემსახურება და არა პარტიას და რაღაცა ბინძურ სისტემას, მე მინდა გამძლეობა გისურვოთ, მოგილოცოთ პროფესიული დღესასწაული და დადგება ერთ დღეს ის დრო, როდესაც სახელმწიფო უშიშროება ჩადგება ქართველი ერის სამსახურში, საქართველოს სამსახურში და საქართველოს უშიშროება თუ იქნება ქართველი ერის და ქართული სახელმწიფოს დამცველი, მაშინ ჩვენ არაფერი არ გაგვიჭირდება, ისე როგორც საპატრიარქო თუ იქნება ქართველი ერის მხარეს და ქრისტიანობის გზაზე, მაშინ არაფერი აღარ გაგვიჭირდება, სიმართლე გითხრათ, ხო და აი გამძლეობას გისურვებთ, ვინც პატრიოტული სულით და გულით ახართ, მეც ბევრი მეგობარი მყავს, რომელიც ბავშვობიდან ვიზრდებოდით ერთად, ბავშვობის ტკბილი წლები გვაკავშირებს, არიან დადებითი მიმართულების ხალხი, არიან უარყოფითი, უბრალოდ ეს სისტემა არის ძალიან ცუდად გამოყენებული და დღეს ჩვენი ერის პრობლემა არის სუსის ასეთი მოქმედება. ამიტომ ვირთხებს საჩუქარს ნამდვილად მოგიმზადებთ ამ დღეებში, მანამდე კი ხო მინდა ჩემი მიერ დაწყებულ ბრალდებებს გამოვეხმაურო და ყველას აი ნაბიჯ გაგცეთ ყველას პასუხი. მოდი დავიწყებ, პირველ რიგში დავიწყებ აი ამ წესიერი ადამიანით და ამ ადამიანის მიმართებაში ნამდვილად არ მაქვს ცუდი არაფერი. მოკლედ დამაბრალეს რაღაცა მეგრელების მტრობა, დამაბრალეს მეგრული ენის მიმართ ზიზღი, თურმე მე სეპარატიზმს ვაღვიებ და რაღაცა ასე შემდეგ, შავლეგ თოდუა ყოფილა. მე ვიცნობ ამ ადამიანს, არის ვიდეოთი მოუმართია, შავლეგ ჯიმა, შვიდობა მოგწეს მაღმერთმა. თუ თქვენ ვინმე უკაცრავად აი ხარვეზე არის ალბათ ამუშავეთ თქვენი ტექნოლოგიები, ხელი შეგვიშალოთ. და იმედია მომცემენ საშუალებას, თუ არ მომცემენ, ინტერნეტის გარეშე ჩავწერ შემდეგ ამ ვიდეოს და მაინც მოგაწოდებთ ამ ყველაფერს. შავლეგ ჯიმა, მე მინდა შენ პირადად დაგიდასტურო ჩემი პატივისცემა, ოქრო კაცი ხარ, კაი კაცი ხარ და მინდა ერთი რაღაცა გითხრა, თუ კი თქვენ მე სადმე მაჩვენებთ, რომ მე ერმილე ნემსაძე როდესმე გამოვედი და ან მეგრელებს მივაყენე შეურაცხყოფა, ან სამეგრელოს მივაყენე შეურაცხყოფა, ან ოდესმე მეგრული ენის მიმართ მქონდა ნეგატიური დამოკიდებულება, ბოდიშს მოვიხდი კი არა, პირდაპირ ეთერში მომიკლავ თავს. რო იცოდეთ, იმიტომ რომ გადავხედე მით უმეტეს ჩემი საძმაკაცოს და ძმადამფიცების ძირითადი თუ არა უმრავლესობა ზუსტად რომ სამეგრელოდან არის და მე ხარ არაფერს მტკიცებას არ დავიწყებ, ერთ რაღაცას გეტყვი, არასწორი ინფორმაციები გაქვს ჯიგარო მოსული. ალბათ ფიფიას დამსახურება არის, ალბათ მურგუშიას დამსახურება არის, ამ ბინძური ბიოლოგიური ნაგავის, ასევე
ქართული ოცნების ბიოლოგიური ნაგავის დამსახურება არის, რომელთა ინტერესი ერთად დაემთხვა და აღარ იციან ახლა პატრიარქის მტრობით, მეგრელების ზიზღით, ისლამიზმით, ამით რამდენი რამე არ უნდა დამბრალონ, ამიტომ ნახე ეს ვიდეო ბოლომდე და ნახავ საიდან მოდის ეგ ჭორები, რაც შეეხება დანარჩენს ერთს გეტყვი, რომ მე პირადად ორივე ხელით ვარ მომხრე, რომ მეგრული და სვანური ენები ქართულ სკოლებში ნებაყოფილობით ისწავლებოდეს. და თუ თქვენ ამას ითხოვთ, ხო? როდესაც თქვენ ამ მიმართვას გააკეთებთ და დაწერთ და პარლამენტში შეიტანთ, რომ მეგრული და სვანური ენა ქართულ სკოლებში ნებაყოფილობით ისწავლებოდეს, არა ძალდატანებთ, არამედ ნებაყოფილობით, შეგიძლია პირადად შეგეუბნებით ჩემი მოკლედ მაინც არ მაყენებენ რა, მაინც არ მაცლიან. ხო და აი მას გეუბნებით, რომ მეგრული და სვანური ენა ეს არის საქართველოს ქართველი ერის ეს განუყოფელი სისხლი და ორგანული და საქართველოს და სახელმწიფოს და ქართული ენის ერთ-ერთი წარმომშობელი ძირითადი ბირთვები არიან და მე ვთვლი, რომ მეგრული და სვანური ენა, მათ შორის არც აფხაზური ენის წინააღმდეგი არა ვარ, ნებაყოფილობით ისწავლებოდეს ნამდვილად, არც ოსურ ენასთან არ მაქვს პრობლემა, ნებაყოფილობით ისაც აქვს სურვილი და სხვათა შორის არც ბაცფიცურ ენასთან არ მაქვს არანაირი პრობლემა ისწავლებოდეს საქართველოში ნებაყოფილობით თუ კი არის ამის მდგომარეობა. ასე რომ ჩემო ძმაო, როდესაც მოვა ეგ ბინძური საკითხები ჩემთან მიმართებაში, მეკითხო უბრალოდ რომ ადამიანურად წარმომიდგინო ერთი მაჩვენი სად ან ვიდეო ჩავწერი, ან პუბლიკაცია გავაკეთე, ან პოსტი დავწერი, ან კომენტარი დავდე, ან ვიდეობლოგი გავაკეთე მსგავსი რაღაცეებით. რა შეეხება ხა სეპარატიზმის საკითხებს, შენ შემოგევლეს სეპარატიზმის საკითხები ის ნაგავი ფიფია იყო, რომელიც მანამდე წიოდა და არის კიდე ერთი ნაგავი, ესეთი ნაგავი, რომელი ნაგავიც, რავი, გეცოდინებათ თქვენს ეს, რა ვიცი, დავით აფსნი უწერია, რომელიც ამბობს, რომ ესო, რა ქვიაო, მეო აფხაზი ვიქნები მანამდე, სანამ ეროვნებას მეგრელს არ შემიწერთო, სტალინმაო გამამეგრელაო რა, ესე გამაქართველაო. ავადყოფი ეს არ არის ჯანმრთელი ადამიანი მიმაჩნია, გავეცი ამ ბინძურ ნაგავს პასუხი და ეხლა თუ ამ პასუხს თქვენ მე გინდა იმ ფიფიას მიმართებაში, გინდა ამის მიმართებაში მითვლით იმათ, რომ ეს მეგრული ენის და მე სამეგრელოს და მეგრელების შეურაცხყოფა, ეს უბრალოდ ასე არ არის და არასწორია და დანარჩენი ეხლა როგორც გითხარი, პატივს გცემ ადამიანურად შენს და ჩემი დამოკიდებულება ამ ყველაფერთან არის ეს შენ შემოგიყვი. დანარჩენი მე არ მაინტერესებს არაფერი ვინ გაიჭორავა. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ვინმე წარმომიდგენს გავს რამეს, რომ მეგრელებს, სამეგრელოს, მეგრულ ენას მივაყენე შეურაცხყოფა და ის, რასაც თქვენ გეუბნებიან, მე ეს თქვი, პირდაპირ ეთერში მოვიკლავ თავს, ბოდიში მოვიხდი კი არა. ეს ისე რო იცოდე. წესიერი კაცი ხარ და პირველ ეტაპზე მინდა რომ ამ ადამიანს გავცე პასუხი, იმიტომ რომ მე მოდის მთელი ბიოლოგიური ნაგავი, რომელიც ორკესტრირებულად დაიწყო ჩემი ოჯახის, ჩემი ძმის და ჩემი ირგვლივ, ამიტომ მინდა ყველას გავცე პასუხი რა, ამიტომ თავში პირველად ტკბილი ლუკმა ბოლოში კი არა გემრიელად, იმიტომ რომ მე შეიძლება ნერვები არ მეყოს და ვერ გავცე ამ ადამიანებს ნორმალურად პასუხი. ეხა სხვათა შორის შავლეკ შენი მეგვარი ძმაკაციც ამყავს ძვირფასი ადამიანი და დღეს ველაპარაკი მაგ საკითხთან დაკავშირებით. ერთი ეხლა მეორე ბრალდება ნომერი 2 ამ კაცს რა ასერჩიან, მე არ ვიცი ეს კიდე ჩემი ირგვლივ რატო გაშარეს. ნუ აი ეს მეორე ბრალდება, რომ თურმე მე ვარ ესა ელისო კილაძის ისლამისტი ჩიტი. არ ვიცი მართლმადიდებელი ვარ, ქრისტიანი ვარ, რა ვიცი, დიდი ქრისტიანი შეიძლება არა ვარ, მაგრამ ღმერთი მწამს და რა ვიცი აღდგომა არის, შობა არის, თუ რაც არის, როგორც ქრისტიანი უნდა დადიოდეს ეკლესიაში. უფალს უნდა რიტუალს უნდა ასრულებდეს, ვასრულებ ისე რაც შემიძლია და ახლა დანარჩენი კიდე რწმენა ინდივიდუალური საკითხია, ვის როგორ წამს მე არავის თქვენმა ბიოგრაფიამ და თქვენმა ქმედებებმა გამოგაჩინოთ, თქვენ ვინ როგორი მორწმუნეები ხართ და აი რა ამ კაც კიდე რა ასერჩით ახლა ეს ჩემს გვერდით უკვე ლაივი თუ ჩაწერა, ამას რაღაც მიადეგეთ რა ასერჩით და ელისო კილაძეს რაც შეეხება, ელისო კილაძე და ელისტრაკო კილაძე იქნებოდა ეს თუ ჟღარნინოია ჟღარკავა, ეს თქვენი სისტემის შიდა ბოზები არიან და თუ შეიძლება თქვენი სისტემის ბოზებს თქვენ თვითონ მოუარეთ შიგნით და ეს ელისტრაკო იყო, რომელსაც მთელი ქართული ოცნება თქვენი ლილუაშვილით და ღარიბაშვილით და ამით აფინანსებდით თურმე და მე რაშვაში ვარ მაგათთან, ერთის დედაც მოვტყან, მეორეს დედაც მოვტყან, მესამეს დედაც მოვტყან და თქვენი დედა შევეცი ყველასას რა.
მე რა შეხება მქონია მაგათთან საერთოდ რა, მაგრამ აი დააკვირდით ახლა. აი ეს ნუ მეგრელობის და მეგრულიანის და მეგრელების ტრობა ხო ერთი. ახლა მეორე ეს ისლამისტობა. ახლა მესამე ბრალდება იმის შესახებ, რომ აი მე თურმე Saint Exupery საფრანგეთში ყოფილა, რომელიც ბრალს მდებს იმას, რომ თურმე 2008 წლის ომში რუსებს გადავცემდი კოორდინატებს, ამ ფაქტზე თურმე დამეჭირეს და კარგად გამლახეს თურმე სამხედროებმა და ციხეში მომიწია მაგაზე ჯდომა. შენ ფანტაზიურ დედას შევეცი ბიჭო. ისე ამ დღეებში თუ არა მოახლოს მომავალში ლიონში ვაპირებ ჩამოსვლას და შეგიძლია დახო. საიდან იგონებ ამნაირ რამეს? შენ დებილი დედა მოვტყან სასამართლოებში რაშიც მქონია საქმე მქონდა დიდგორობას დამიჭირეს და მეორე თქვენი ძვირფასი უშიშროება ეთნიკური შუღლის გაღვივების გამო დავით გარეჯი საქართველოს არიო, ამის გულისთვის მიჭერდა 8 წლიანი მუხლით და თქვენ ტროლებთან და ამათთან რომ მქონდა სულ დაპირისპირება, საჩივრები იყო საჩივარზე და მე დაჭერილი მე არ ყოფილი ვარ და ჯერ ერთი შენი ავანტყოფი დედა შევეცი, როდის მე იყო რომ ვიღაცა მოღალატე დაიჭიროს მტერს კოორდინატებს გადაცემდეს და იგი ცოცხალი დატოვა. და ეს ტვინით ინვალიდი რო არის, მე ხმის ფიზიკური ინვალიდობაზე არ მაქვს ლაპარაკი, ეს გოგშელიც ეს ავადმყოფი, ეს სუსის ვირთხა. არ მინდა ადამიანის მის მდგომარეობიდან რაღაცა თქვა, მაგრამ ესა უბინძურესი კაცი. ესა ცხოვრებიდან გაბოროტებული ადამიანი, რომელშიც არის ჩამოყალიბებული ბოროტება, ავადმყოფური ბოროტება და არც არის გამორიცხული ეს ტაშს რო უკრავს. ეს ცალკე რო ესა ვარ თურმე. რუსების აგენტი ვარ და ომის დროს თურმე კოორდინატებს გადავცემდი. ბრალდება ნომერი 3. ეს ვინა ეს ნუ ჭვიმიანი სვალტანაუთ რა, ნუ ეს სიტყვით რა ეს ერბილე ნემსაძე კოდორის გამყიდველიო ახლაო ჭუბერს მოადგაო თურმე მე გამიყიდია კოდორის ხეობა და ეხლა თურმე ჭუბერს მივადექი თურმე გასაყიდად. აგიხსნით ახლა რატო ამ ყველაფერთან საქმე, ჭუბერი საერთოდ რაშვაშია. ძალიან ჯაჭვია ერთიანი, ნუ მოკლედ მე მაბრალებ მე რაღაცა იმას, რომ თურმე მე ნატალია ბიბლიანს ვიცავ და ასე შემდეგ და თურმე იმ ხალხს თურმე ეს მეორე ბრალდება თურმე აი ჭუბერის მტერი ვარ ახლა და კოდორი გამიყიდია. ნუ ახლა ქალბატონო მაინც მდედრობითი სქესის ადამიანი ბრძანდებით და თუმეტეს აი გვარი შვილი ხართ. მაგრამ რა მაინტერესებს? თქვენ ჯანმრთელობის ცნობა გაგაჩნიათ? ანუ თქვენ ფორმა 100 თქვენზე არის გაცემული? მაინტერესებს. ნუ მესმის რომ კოცების პროპაგანდას ეწევით და 1000 შეურაცხყოფას მიმართავთ და ასე შემდეგ და მე როგორ უნდა გამეყიდა კოდორის ხეობა? საიდან ჯერ ერთი რა საშუალება მქონდა იმისთვის რომ მე გამეყიდა კოდორის ხეობა? კოდორის ხეობა როგორ უნდა გამეყიდა მე? ერთი რიგით ჯარისკაცი, რომელიც კოდორის ხეობაში მომიწია 2006-2007 წლების პერიოდში ყოფნა და ცინიზმის რაღაცა უმაღლესი პიკი აღდგა მე მგონი კავშირი ისევ წდება. კოდორის ხეობაში 2006 წელი იყო პირველად რომ მომიწია ყოფნა, შემოდგომის პერიოდი იყო და ახალ ბედა ჯარისკაცი ვიყავი, მაინც 2 წელი მქონდა ნამსახურები, წვრთნები გავლილი ყველაფერი და ჩემ ცხოვრებაში, ჩემ ბიოგრაფიაში პირველად მომიხდა, სწავლება ბევრი მქონდა გავლილი და წვრთნა, მაგრამ პირველად მომიხდა ცხოვრებაში, არ მიყვარს მე ამ თემებზე საუბარი, არც გმირი ვყოფილი ვარ და არც ლაჩარი ვყოფილი ვარ, არც მოღალატე ვყოფილი ვარ ჩემი ქვეყნის. მაგრამ აი რაც იყო ისტორიულად ჩემ ბიოგრაფიაში ცხოვრებაში პირველად მომიწია შეჯახება უშუალოდ კონფლიქტში, საბრძოლო კონფლიქტში ჩართმა და პირველი ასე რომ ვთქვათ, საბრძოლო გამოცდილება და პირველი სისხლის ხარი პირველად მაშინ დაგვბომბეს და პირველი შეტაკება მოგვიწია კოდორის ხეობაში, მაშინ იქნა არასწავლებაზე, არამედ მოსაკლავად
მოსაკლავად, იმის გამო რომ მე ჩემი ქვეყნის ჯარისკაცი ვიყავი, პირველი ჭურვები, პირველი ტყვია, მაშინ იქნა ჩვენ მიმართებით ნასრომი, პირველი დაბომბვა მაშინ გავიარეთ და ეს დარჩება ადამიანი სანამ მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე იცხოვრებს და იარსებებს. აი მათ დანარჩენზე უბრალოდ არც მინდა ლაპარაკი, თქვენ ქალბატონო ეთყობა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გაქვთ. თუ გნებავთ ემზარკვიციანი ჩემი მეგობარი არის და პირადად კითხოთ ერთი რა გავყიდე მე და როგორ გავყიდე და რანაირად გავყიდე, როგორ უნდა გამიყიდა ეს კიდე ცალკე ვერ ხვდები, ან ჭუბერს როდის მივადექი მე და ჭუბერთან მე ცუდად რა ვისაუბრე, ამას ვერ ხვდები პირიქით ეს სიბინძური აგორებულია სვანეთის და სვანების წინააღმდეგ იმ ერთადერთი მოტივით რომ ადრე თუ გვიან ჭუბერის და ზუსტად ეს ლამაზი სოფლები რომლებიც არის იქ აიყაროს და აშენდეს ხუდონხესი და პირიქით თუ დამიცვია და პირიქით თუ იმის წინააღმდეგი ვარ რაც უნდა გაკეთდეს. სიბინძურია ქალბატონო, თუ თქვენ ჯამრთელი ფორმა ასი გაგაჩნიათ და ჯამრთელი გქვიათ, თუმცა სვანიკალი ხართ, გამიკითხეთ სვანეთში და გეტყვიან მე ვინა ვარ და თუ ვინმე ავადმყოფმა მოგაწოდა და ყველაფერი ხო რაღაცა გადაამოწმეთ. აი ისეთმა ავადმყოფმა მაგალითად აგერ ლუიზა არჯევანიძე რო არის ხო, აი ესეთმა ავადმყოფებმა თუ მოგაწოდეს რაღაცა ხო. ეს ისე რო იცოდეთ, ჩემი შეხება, ჩემი დამოკიდებულება, ეს კოდორის ხეობა გაყიდა მიხეილ სააკაშვილმა, კოდორის ხეობა ნაცებმა დაბომბეს თავის დროზე, ჭუბერს და ამ ყველაფერს მათ მიაყენეს მთელი უბედურება და ეხლა ოპოზიციაში როა გადაბარგებული ხალხი, სხვათა შორის, ხო? იქ რო არის, რა ქვია, ვატოია შაქარაშვილის გვერდით როზის და წამებულად რო გამოყავთ იმაზე იმედის არხზე და რო ყვება ისტორიებს ლევან ნიკოლაიშვილი. აი მაგან გასცა კოდორის ხეობის დაბომბვა და მიწასთან გასწორება და ესა უდანაშაულო მსხვერპლი პილოტებს ლამის იარაღით ადგენ თავზე რომ ქართული სოფლები დაებომბათ. სირცხვილია ქალბატონო, სამარცხვინო ბრძანდებით, თუ თქვენ მე არ მგონი რომ თქვენ ჯამრთელი იყოთ. თუ თქვენ ფორმა ასი გაგაჩნიათ და ეს რაღაცას ლაპარაკობთ, მაშინ არ ვიცი, მაშინ ძალიან ცუდი ადამიანი ყოფილხართ. აი მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი ბრძანდებით შემეძლია გითხრათ, რომ ეს არის ავადმყოფობა და თქვენ ხართ დაავადებული. და არ მინდა ეხლა კიდე ლანძღვაგინებებზე გადასვლა. ეხლა მინდა მიუმართო ითიშება იქნება დავასრულო. მე მინდა ახლა მივმართო ასევე ფრიდონ ზოიძეს, რომელიც ასევე ჩემს მიმართ 1000 სიბინძურის კოცების სიბინძურის ერთი წუთი რა შენ შემოგევლე რა, ნუ მასწავლით რა უნდა გავაკეთო და რა არა რა, ბოლო როცა ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ ამდენი სიბინძურე დგება ხო, მაგრამ მინიმუმ პასუხის გაცემის დრო მაინც მომეცით რა უნდა გავაკეთო ვიცი მე. ფრიდონ ზოიძეს მინდა მივმართო, რომელიც ჩემს მიმართ 1000 სიბინძურეები როდესაც წერია იქ და რასაც კოცები ავრცელებენ ამ ყველაფერთან მიმართებაში, წერს ესეთ სიბინძურეს. ფრიდონ, მომისმინე ახლა შენ შემოგევლე, შენ ხარ ეროვნული გმირის ძმა. შენი ძმა და მისი ნათლია ალიკო ონიანი ერთად დაიღუპნენ. ჩვენ მეგონი ერთმანეთის მიმართ პატივისცემით ვიყავით და შეურაცხყოფა არ მიგვიყვანებია. ძალიან ძნელია იყო გმირის ოჯახის წევრი. გმირზე მეტი სიმძიმე არის იყო გმირის ოჯახის წევრი. და ეს სიმძიმე ატარო მთელი ცხოვრება. ხო, ის ალიკო ონიანი კიდე ბავშვობაში ერთად გაზრდილები და ჩემი მეგობარი იყო და კარგად იცოდა, ბევრჯერ გვისაუბრია კიდეც ამ საკითხებთან დაკავშირებით, აქ Facebook-ზე პირადად ჩვენ არ შევხვედრილი ვართ ერთმანეთს. ბიჭო, აი როგორ გითხრათ, ძალიან არ მინდოდა შენზე პასუხი გამეცა, მაგრამ არ ტოვებ რა სხვა გზას და სხვა კვალს. არ მინდა, გასაგებია რომ ხელისუფლების მხარდამჭერი ხარ, გასაგებია რომ სადღაც საქმიანობ ხელისუფლების. არ არის ეს ძმაო კაცური საქციელი. კაცები ასე არ იქცევიან. და მე ამაშენ კაცურ და ვაშკაცურ საქციელად კი არა, კაცურ საქციელად ვერ ჩაგიტვლი. შედიხარ და მეხები რა დაგიშავე შენ, რა დაუშავა ჩემმა ძმამ, გინდა შენ ოჯახს, გინდა შენ ირგვლივ ადამიანებს, რომ აი ესეთი აგდებული ბინძურ კომენტარს წერ.
აი მაინტერესებს უბრალოდ, ხო? ადრე თუ გვიან დავბრუნდები, ხო, სამშობლოში და მოგვიწევს გადაკვეთა. ასე როგორ უნდა დაგიბრმაოთ გონება პარტიამ, პოლიტიკამ, ასე გადაგვარებულად რატო უნდა მოიქცე კაცი, მამაკაცი. არ მინდოდა ბევრჯერ შევამჩნია შენგან ესეთი რაღაცეები, არ მინდოდა პასუხი გამეცე, მაგრამ მეტი არის და გცემ პასუხს რა. გმირის ძმა ხარ, გმირის ოჯახის წევრი ხარ და გმართებს ბევრ რაღაცაში ვაჟკაცობა და ძნელია ყველაფერი და ეს არაა ვაჟკაცური საქციელი. რა ვინც არ უნდა დაგავალოს და რაც არ უნდა დაგავალოს, ის რაღაცა არ უნდა ილაპარაკო. მით უმეტეს შენ თუ რამე გინდოდა ჩემთან პირდაპირ თუ ვერ დამიკავშირდი, ყავს ჩვენ საერთო მეგობარი, მათ შორის უჩა გუგუჩია, რომელთანაც თვითონ მონაწილეა ამ ბრძოლის და შეგიძლია პირდაპირ გამოსულიყავი ჩემთან კავშირზე. ხო. და გეთქვა. და ვიღაცა წაკლა ნაბოზარი ქალების გვერდზე, აი ესეთი სიბინძურეები არ გეწერა. აი მაგარი გული იმწყდება, ბევრჯერ გააკეთე ეს და ეხლა რო გააკეთე, როდესაც ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ იყო, ეს პიკი იყო უბრალოდ და პასუხობ რა. წადი რა ბიძიკო, მიხედე შენ საქმეს. და მიხედე იმ შენ პარტიას. და იცოდე რა, ვიზე რა უნდა თქვა. ხო. რო იცოდე ისე რა. რადგანაც უკეთყო ვერ ხვდები შენ ბევრ რაღაცას ეთყობა და აწი მიხვდი. და შენი ძმის და იქ ბიჭების დაღუპვის ამბავი ქართული ოცნების ხელისუფლებას, რომლის ხარდამჭერით შენ ახარ, უნდა გამოეძიებია, მაგრამ წულუკიანის შოუში გაატარეს ყველაფერი. ხო. რო იცოდე ისე, როგორც 2008 წლის ომის ამბები ყველაფერი რა. და იქ შოუ მოაწყვეს. გმირებიც დაივიწყეს, სამშობლოც დაივიწყეს, ყველაფერიც დაივიწყეს და შენ მაგ პარტიის ხარდამჭერი ხარ. და მოდი ხარ აქ და მე მლანძღავ. უნამუსობაა ეს და სხვა არაფერი. ეს არ გავაგრძელებ, აი წვენოდეს რა. მე მწვენია რომ შენ ესე იქცევი კაცი. ასე რო იქცევი. არჩის აღარ ვიტყვი არაფერს რა. შენ ნამუსზე იყოს და შენაირების ნამუსზე იყოს. ეხლა მინდა გადავიდე ამათ ორკესტრირებულ შემოტევებთან დაკავშირებით, მოკლედ ისლამისტი ვარ, კოდორის ხეობის გამყიდველი ვარ, რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს მოღალატე ვარ, კოორდინატები გადავეცი. მეგრელები მძულს, მეგრულიანა მძულს, რა ვიცი, კიდე რა შეიძლება გემრიელად იყოს და გემრიელად შეიძლება იყოს რა. რა თქმა უნდა, ეს ვერაციცი ხარაბაძე, ეს სახელმწიფო გამრავებელი, ყველაფერში გამრავებელი, დიდი მორწმუნე, სხვათა შორის დიდი მორწმუნე, ძალიან დიდი გრძნობები რო გააჩნია სარწმუნოებასთან პატრიარქის მადიდებელი როა. მორგოშიას და ფიფიას შნირის მიერ ამოჭრილი მას ავრცელებს, როგორც სხვებთან ერთად და მლანძღავს, რომ თურმე ეს ასე, ეს ისეთი, ეს ისეთი. ეს ერთი. ეხლა ორკესტრირებული როა ყველაფერი რატო? ეს ერთი. ეს მეორე ბიოლოგიური ნაგავი, რომელი ბიოლოგიური ნაგავით ასევე ავრცელებს ამ ყველაფერს, ეს პატა გოგშელიძე, ესეც ვინც ჩემზე ამბობდა რომ გამორიცხული არა თურმე მე რომ მოღალატე ვიყავი, ავადმყოფი ესა ინვალიდი ადამიანი, რომელიც კალიასკაშია იტანჯება ცხოვრებაში მიღებული ტრამვიდან და გააბოროტებული უბინძურესი ნაგავი. რო იცის რომ ვინმე ვერავინ ვერაფერს ვერ ეტყვის, იმიტომ რომ კალიასკაში მჯდომიარე ინვალიდია, ვითომ დიდი მორწმუნეა, ეს დაერევა ადამიანებს და 1000 ბინძურეს. ეს ხუნდაძე, სახელმწიფო ტროლები და უშიშროების ტროლები. ეს სახელმწიფო განდონი ირაკლი ჯანგარაშვილი. კიდე მეტი რა უნდა იყოს. ერთ ხმაში და სხვათა შორის ძალიან აღიზიანებთ ამათ კიდევ ერთი რაღაცა. აი თემურ ბოკელავაძის ფოტოც არის და ჩემი არის და მე სისტემის ბოზი თურმე ის ეკლესიის მტერი, ჩვენ რომლებმაც დავიწყეთ საუბარი და ვნახეთ მიტოვებული ტაძარი, რომლის აღდგენაზეც წავიდა საუბარი და აი თურმე საიდან მოდის იქ არაბიზაციის ამბები რაც ხდება საკითხებთან დაკავშირებით. ეს მორწმუნე, ის ყლეხალა მორწმუნე, ის ყლეკაცა მორწმუნე,
ესენი მორწმუნეები თურმე და ჩვენ ვართ თურმე ცუდი ადამიანები რა, რომ ეკლესიის მტრები რომ მიგდებული, მიტოვებული ეკლესია არაბებზე გაყიდული, რომელიც საპატრიარქომ გაყიდა, რატო უნახეთ, რატო ვაპირებთ აღდგენას და ასე შემდეგ. ეს კიდე ცალკე დამატებით. მოკლედ რატო ვამბობ ახლა ამ ყველაფერს? ამ ყველაფერს ვამბობ, იმიტომ რომ ეს არის ორკესტრირებული. ეს არის შეთანხმებული, ეს არის ორკესტრირებული, ეს არის ჩამოყალიბებული თავიდან ბოლომდე ადამიანის გაშავების და ადამიანის გათახსირების და ადამიანის გადაგვარების, ასე რომ ვთქვათ, და საზოგადოებაში 1000 ჭორის დაყრის, ჭორების გამავრცელებელი საზოგადოება, რომელიც ჭორების გამავრცელებელმა საზოგადოებამაც ადამიანი უნდა გაათახსიროს. და საიდან მოყვა ეს ყველაფერი ამ ყველაფერს რა? არაფერს არ ვიმართლებ, უბრალოდ ვაცნობ აუდიტორიას, მე ვაცნობ უბრალოდ აუდიტორიას ამ ადამიანების სახეს, ამ ადამიანების მორალურ სახეს, ამ ადამიანების ზნეობას და თვითონ უშიშროების სამსახურის ბინძური მეთოდები, რომელიც არის. დაგვირთ ახლა ჯერ მოусვინეთ ესე იგი, თურმე მე ვარ, თურმე ნატალია ვიბლიანის, ესეც ძალიან აწუხებთ ნატალია ვიბლიანის თემა ხელისუფლებას, თურმე ნატალია ვიბლიანის დამცველი და ესე შემდეგ და ესე შემდეგ და ესე შემდეგ და ხალი დააკვირდით რაინით ლაპარაკობს. ნუ ახლა ყველა მიცის ახლა ეს ვინაა, რადონის წაკლაა და ბოლოში ასე რომ ტრაქს დააყენეო შორიდანო რომ მაგარი ხარო ვინმე უბრალოდ როგორ შევაწუხო შენი გულისთვის. ეხლა კარგად მომისმინე. და იქ ჩემზე და ნინოზეო რო რამე თქვასო კიდეო ჭყარკავაზეო, ეხლა კარგად მომისმინე. შეაყაროლებულო ყლექალა მართლა რა. არც პატივისცემა რო არა გაქვს, არც ზრდილობა რო არა გაქვს. არც ქალს, როგორც დედას, როგორც ყველანაირად რო დეგრადირებული ავადმყოფი ხარ. ყველანაირად რო დეგრადირებული ავადმყოფი ხარ. მოწამლული სულით, გულით, აზროვნებით, ბინძური ენით. გამომიგზავნე ვინც გინდა. გინდა თეთრი, გინდა შავი, გინდა წითელი და სხვა დანარჩენებიც იქ რო ხართ და რომ აგინებთ. 9 ჯერ მიტყვია მისამართი, მე 10 ჯერაც ვიტყვი. ქალაქი პარიზი, მე-16 რაიონი, პორტ დოფინი, სპონტინის 30 ქუჩა, სადაც ცხოვრობ და სახლი. ძირითადად ცხოვრობ აქ. იქვე არის ბულონიის ტყე. ხო და გადავიდეთ იქვე ბულონიის ტყეში და მე გავუმასპინძლდები ყველას შენ გამოგზავნილს, სკვილ გამოგზავნილს და ასე შემდეგ, მაგრამ რომელი ნორმალური ადამიანი უნდა მოვიდეს, გინდა კაცურად, გინდა ადამიანურად, შენნაირი ბინძური ქალის, ბინძური ენის ავადმყოფობის დასაცავად ჩემთან. ვინ უნდა მოვიდეს? ეს როგორც თან პოლიტიკოსი რო ხარ, თან ქალი რო ხარ და თან ეს რო ხარ, სრულად. ეხლა რაც შეეხება ნატალია ვიბლიანის საკითხს. ნატალია ვიბლიანის საკითხი ძალიან აწუხებს ხელისუფლებას. მე არასდროს ბერტვა დამიფაროს, არავის მხარე არ დამიკავებია, ყველას ახსოვს ჩემი დამოკიდებულება იყო 1000 სიბინძური ატეხილი სვანეთთან, სვანების მიმართებაში, მთელი სვანეთის შეზიზღებას ცდილობდნენ და გავაკეთე მაშინ განცხადება და გამოვთქვი ჩემი აზრი ის რაც იყო, რომ ეს ყველაფერი უნდა იქნას გამოძიებული და უნდა იქნას ყველაფერი ნათელი. ბნელი, ბინძური საქმეა და მე არ ვიცი სიმართლე გითხრა, მე იურისტის შვილი ვარ და ცხონებული მამა ჩემი მასწავლი და ასე რომ ძველი ლათინელები ამბობდნენ ესეთ რაღაცას, რომ როდესაც დაინახაო, რომ ადამიანი დაცემულია გულში ხანჯალი არ ჩაცემულიო და მეორეს ხანჯალზე ხელი უკიდიაო, ნაადრევ დასკვნას ნუ გააკეთებო. შეიძლება ეს მკვლელი საერთოდ არ არის პირიქით ხანჯლის ამოღებას ცდილობს. და სანამ ყველაფერი არ გაირკვევა ბრალდებები მარტო ჩემ მიმართებაში, აგერ რამდენი სიბინძურე მოისმინეთ, შეიძლება ადამიანს რაღაცა დააბრალო და მე სანამ ყველაფერი არ გაირკვევა, ხო? არანაირად არ ვარ ან ერთი მხრის ან მეორე მხრის მომხრე, თქვენგან განსხვავებით, თქვენი ყლექალა სადაქალოდან განსხვავებით, რომლებიც სხვათა შორის აქ ძალიან კარგათაა, რომ პირდაპირ ბრალს ადებთ იმას, რომ ჭორია, მოგონილია ესა, ისა და რატო? იმიტომ რომ ერთი მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ მაგ საქმეში მონაწილეობს უშიშროების სუსის ადვოკატი, უშუალოდ ჩანერგილი, დანიშნული ქართული ოცნების ადვოკატი კონსტანტინე მორგოშიას და ქართული ოცნების მარჯვენა ხელი, ასე რომ მორგოშია ეძახდა, ჩემი ოჯახის წევრია, ისე მიყვარსო.
ხო და საერთოდ ეს ბინძური ადამიანი ყოველთვის სიბინძურეში გამოყოფს თავს. ყოველთვის სიბინძურეში გამოყოფს თავს და ეს ბინძური ადამიანი მაჩალიკაშვილის საქმე იქნება და იქ ტრაქშპანჩური ამოარტყეს და გამოაგდეს. ჩემს მას რო თავს დაესხენ და ეს ვითომ ღირსების მქონე მსახიობები და ესენი მათი ადვოკატი იყო, ეკაც სისტემამ ჩასვა, იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე დადგმული იყო, აი ხლა ასეთ ბინძურ საქმეებზე აქ ხელი მოკიდებული და უსაზიზღრეს სიბინძურეებს ლაპარაკობს როგორც ქალი, როგორც ადამიანი და ეს არის ამათი ქართული ოცნების თავიანთი არის და აწყობთ რაღაცა ძალიან აწყობთ ამ საქმის ამ ხრივ შემოტრიალება და ყველა უჭერს მხარს ამ გაოხრებული ქალის გამო და აქ თავს იყრის ერთად ფიფიას ინტერესი, მორგოშიას ინტერესი, სახელისუფლებო ინტერესი და მიდის მთელი სიბინძურეები ჩემი ოჯახის მიმართ და ესე შემდეგ. ახლა შეიძლება შეპირებულ სიურპრიზს. რადგანაც დაბადების დღე გაქვთ ქართული ოცნების უშიშროების სამსახურს. და ის სირქალაც წერდა თურმე კიდევ რა სიურპრიზებს უნდა ველოდო. რაც არ გამიკეთებია აქამდე, აი ნაღდათ უნდა გავაკეთო. ძალიან მალე ნახავთ თქვენ, ძალიან ვისაც გინდათ დაიჯერეთ, ვისაც გინდათ არ დაიჯეროთ, ძალიან დიდ სიურპრიზს, რომელიც მიეძღვნება აი ამ ქალბატონს, მიეძღვნება თუ როგორ არის ის კოცების სინამდვილეში ვინ არის, თავისი მტკიცებულებებით, თავისი ყველანაირი რამით და იქ კიდე რამდენი ადამიანები ამოტივტივდება. ხო, აი არ მინდოდა. არა ეს ჩემ ხელთ არის უამრავი სიბინძურის ანატომია. სიბინძურის ანატომია ჩემგან არასდროს არაფერი არ გასულა. აი იმ შენ ყლექალა დაქალს გადაეცი კიდე ნინოია ჟღარკავას. მე ჩემზე და ნინოზე რო რამე რო თქვას რომ პატრიარქს ლანძღავსო. აი მაგ შენ ყლექალას გადაეცი მაგ დაქალს. აი ესე რომ კარგად ახსოვს, როცა დამირეკა და კარგად ახსოვს რა ილაპარაკა ჩემთან. კარგად ახსოვს მაჩალიკაშვილზე რა ილაპარაკა, კარგად ახსოვს იქ სხვებზე ბევრ რამეზე რა ილაპარაკა. ხო და თუ ტრაქს არ დააყენებთ, მე აქამდე თქვი წლების წინ რომ თუ ტრაქს არ დააყენებს თქვა, აუცილებლად გამოვასაჯაროვებ თქვა. აი ამ შენ ყლექალა დაქალზე გეუბნები, აი დეგრადირებულ ბიოლოგიურ ნაგავზე, ქოც დედრზე შეხედეთ ხალხო, აი ქალი ლეგენდა, ქალი სექს ბომბა, ქალი ლედი ბიზნესმენი, მოკლედ ხო ჩამაშხაბეს ეს ლაივი ნახეთ მე YouTube-ზე გემრიელად. აი ეს ყლექალა რომ ირეკავდა ტელეფონზე და რომ მეხვეწებოდა ჯერ იზორიას ცოლით დაწყებული, რომელიც კორუფციულ სქემაში ყავდათ მის სამსახურში და დამანებო შენ მაძმამ თავიო ამ კორუფციული მასიო ახალგაზრდა გოგო არიო. იქ მაჩალიკაშვილზე რა ისაუბრა, იქ სხვაზე რა უსაუბრა, რაზე რა ისაუბრა. ხო არ გინდათ ისე გაგახსენოთ. თქვენ ბინძურო აყროლებულო ადამიანები. და მე რო გამოდით და ამის კადრებელი ადამიანი შენი ფასი რო არა დედა რა კაი ადამიანი ხარ აფირისტებოდა მე გამოდით და ჩემი ოჯახის მიმართ რამდენი რამე იკადრით. თქვენ ბიჭო სიბინძურეს, აი თქვენ ყლექალურ და თქვენ ყლეკაცურ სიბინძურეს ბიჭო რა აწევს. აი ესეთი ბინძური ხალხი ხართ. აი ესეთი ბინძური, მე გიკვირთ რატო ვიგინები? აი ამიტომ ვიგინები. ამიტომ ვილანძღები. რომ სინამდვილეში ხო ითიშება, იმიტომ რომ ალბათ მუშაობს ოპერატიული ტექნიკური დეპარტამენტი, რომ რამენაირად ხელი შემიშალოს. ახლა დაწყებული მაქვს დავამთავრებ და თუ არ გამოვა ეს ვიდეო ვერ წალ გედავდებთ. სიურპრიზ დამუშავებულს თქვენი სისტემის მოქმედების შესახებ უამრავი ბინძური ადამიანის, რომელიც იქ არის გარეული და მაგ თქვენი მზექალა ადვოკატის შესახებ აუცილებლად შემოგთავაზებთ და ეს იქნება სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მიმართ ჩემი საჩუქარი დაბადების დღეზე. თუ არ მოისვენებთ და კიდე დედის წყნას და მამის შიმშილს არ შეწყვეტთ
რასაც ავარ შეპირებული და რისი გაკეთებას უბრალოდ არ მინდა ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე რისი გაკეთებას არ მინდა აუცილებლად გაგიკეთებთ მთელი თქვენი ნასეტკების სახელებს გვარებს მისამართებს ტელეფონის ნომრებს სამსახურებს მანქანის ნომრებს და ყველაფერს ღიად დავდებ წყაროში და აი მე ნახეთ უბრალოდ ხალხი რო დაერევით ერთმანეთს აი მე როგორი დედისწყნა და მამის შიმშილი გაგიჩნდებათ ხო არის ვენებთ თქვენ ხო არც შინაური იცით არც გარეული იცით თქვენ რა უნდა გელაპარაკოთ მე ბიჭო თქვენ რა უნდა გელაპარაკოთ თქვენი უნამუსო დედა შევეცი არც თქვენი იცით არც ხვისი იცით სანამ თანამდებობაზე იყო ღარიბაშვილის ოჯახს და ცოლს და შვილს ეს მაგარი ის აქვს რა ქვია ქოცებს ვიღაც თანამდებობაზე დასვამენ და მე ოჯახით სურათებს გაავრცელებენ და ეს და მისი ლამაზი ოჯახი და მე შევეწირები იძახოდით ხო ასე არის ყველა ყლექალა რო იძახო და შეეწირება თურმე ღარიბაშვილის ოჯახის გამო ყველაფერს რიჟვაძეზე ლილუაშვილზე გახარიაზე მე როდის ისინი თანამდებობაზე არ გახდებიან აღარ იქნებიან თქვენნაირი ბინძური აყროლებული ხალხი ერთ უსტანოვკას მიიღებს ერთ ქსივას მიიღებს ახლა ეს ადამიანი არის გასაშავებელი ატეხავთ ცივილკივილს და ეს ცივილკივილი იქნება თუ როგორი მოღალატე იყო ღარიბაშვილი თუ როგორი მოღალატე ყოფილა ლილუაშვილი თუ როგორი მოღალატე ყოფილა რიჟვაძე თუ როგორი მოღალატე ყოფილა კიდე რა ვიცი გახარია და ესე შემდეგ აი თქვენ ხართ ბიოლოგიური ნაგვები როგორც არ შეიძლება იყოს ადამიანი აი შვილო ასეთი არ გაიზარდო ზუსტად თქვენ უნდა ჩამოკიდონ და ზუსტად თქვენ უნდა იყოთ გამოჭებული ასე რომ გადაკვეთეთ ის ზღვარი რომელიც ზღვრიდანაც უკან დაბრუნება არ შეიძლება ხო და რადგანაც სიურპრიზებს ელოდებით რადგანაც გინდათ სიურპრიზი მე აუცილებლად არ ვიცი ახლა თუ რამე არ მომივიდა უახლოეს მომავალში ამ საჩუქარს ბოდიში დაგვიანებით სახელმწიფო უშიშროების სამსახურთან ბოდიში დაგვიანებით მის ნასეტკებთან მე თქვენ ამ სიურპრიზს აუცილებლად შემოგთავაზებთ მე ვარ პოლიტიკური დევნილი ჩემი ძმა არის პოლიტიკური დევნილი ვიმყოფებით ემიგრაციაში გუმტრობს ჩვენი ქვეყნის სისტემა ამიტომ თუ თქვენ არიცით ზღვარი თუ თქვენ არიცით მორალი თუ თქვენ არიცით რაიმე მე საერთოდ სულ ფეხებზე მკიდია არანაირ მორალურ პასუხისგებლობას მე თქვენთან არ გვგრძნობ მორალური პასუხისგებლობა არის ის რომ ადამიანებმა იცოდენ თუ რა ნაგავს წარმოადგენთ რა მოღალატეები ხართ რა დედამოტყნული ხალხი ხართ და ამას არ ამბობდეს და მაინც ტაშს გიკრავდეთ თქვენ და ხო ომი ხო არა დედა შევეცი ასეთი მშვიდობის ასეთ მშვიდობას მილიონჯერ ომი მირჩევნია ნეტა ომი იყოს პარტიზანული ჯგუფები შეიქმნება და ყოლებს და რაღაცა იქნება შევიკრიბებოდით 10-15 სამშობლოს მოყვარული ადამიანები და პარტიზანული თავდასხმას მაინც გავაკეთებდით და თქვენ ბიჭო თქვენ როგორ უნდა გაგიკეთოთ ადამიანმა ხელისუფლება საქართველოს სახელმწიფოს ეროვნულობას ეროვნული ფსევდოეროვნულების ხელით ებრძვით სარწმუნოებას და ქრისტიანობას საპატრიარქოს სახელით ებრძვით საქართველოს სახელმწიფოს სახელით ებრძვით და თქვენ ხართ ნახდათ ის ამოსაწყვეტი ბიოლოგიური ნაგავი რომელიც ბიოლოგიური ნაგავიც თავის დროზე დავით აღმაშენებელმა ამოწყვიტა იმისთვის რომ ქვეყანა გადაერჩინა რომლებსაც სოლომონ პირველი უკაცრავად წყვეტდა თვალებს თხრიდა და 1000 უბედურებას უკეთებდა და საქართველოს ისტორიაში აბსოლუტურად ყველა ის მეფე იყო წარმატებული რომელმა მეფემაც საქართველოში მეხუთე კოლონა გაანადგურა თქვენი დედას შევეცი მე სააკაშვილი რომ მოვიდეს სააკაშვილს დაუკრავთ დაშს ოღონდ თქვენი თანამდებობები შეინარჩუნოთ ბიძინა ივანიშვილია ივანიშვილს ხო ვიცი რომ აღშობენ ვიცი ძმა ხო თუ არა აქ და ხვალზე ის რომ შემოვიდეს რა ქვია ისლამური სახელმწიფო ალაჰ აკბარს დაიძახებთ თქვენი გამომწვევი დედას შევეცი თქვენ ხართ ბინძური ადამიანები ხო და რადგანაც გამომიწვიეთ რადგანაც ტრაკს არ აყენებთ და მაინც გინდათ რომ ტრაკი ათამაშოთ ბატონო მიდით ერთ და ათამაშეთ ტრაკი
მით ათამაშეთ ერთი ტრაკი რას მოიმკით. აბა ვნახოთ თქვენ დარჩებით მოგებული თუ მე. ნახოთ, აი ზემოთ გეუბნებით, აი ახალი უშიშროების შეფირო გყავთ. აი მას გადაეცით პირადად. თქვენ დარჩებით მოგებული თქვენი სისტემა თუ მე, მაგასაც ვნახოთ. საქართველოში კი, ბევრი საყვარელი ადამიანი მყავს, მაგრამ ოჯახის წევრი მყავს მოხუცი დედა. თქვენგან მე ყველაფერს ველოდები. მაგრამ ისიც იცოდეთ, დედაჩემს თმის ხერი ჩამოუვარდება, ჯიჟჯილაგიანად მოგიტყნავთ გამზდელს ადრე თუ გვიან. და აქ კიდე მაგ ვიყავი და ვერ მიღუნავდით. აქა ვარ და 100 წელიწადი ვერ გადამიღუნავთ კიდე. რო იცოდეთ რა ის. თქვენ და მთელი თქვენი ბოზიშვილი მოდგმა. ხო. იმიტომ რომ კაცები არაკაცურს კადრულობთ. ნუ ქალებზე ამათ საერთოდ ქალის საერთოდ არ იწოდებათ. ის რომ ქალის სასქესო ორგანო გააჩნიათ და ის რომ შეიძლება მენსტრუალური ციკლი ქონდეთ, ეს არ ნიშნავს რომ ქალია. ნამდვილად არ ნიშნავს იმას, ქალობა ცოტა სულ სხვა მცნება არის, ქართველ ქალობა მით უმეტეს სულ სხვა მცნება არის. თქვენ ქართველ ქალობაზე ზედმეტი ალაპარაკი, ზოგადად ქალობის არაფერი არ გახასიათებთ, ხართ დედრობითი არსებობის ცხოველები, ხო და ნუ ახლა ცხოველებს უნდა მოექცე ისე როგორც პირუტყვს ექცევიან, ხო? როდესაც გამიხედნია ბავშვობაში მოზვერი, რომელიც ხარი უნდა გახდეს, ძნელად გასახედნია, ბევრი რწმევა ჭირდება, ბევრი ენერგია ჭირდება, რომ იქცეს ადამიანად. ეხლა მე თქვენ ადამიანებად ვეღარ გაქცევთ, რაც თქვენი გაზდა გამორიცხულია, თქვენ უკვე გაზდილები და ჩამოყალიბებულები ხართ, მაგრამ პირუტყვთან მოქცევა ნამდვილად არ მეშლება, ხო? და აი მოგექცევით ისე როგორც პირუტყვს. ნახოთ ერთი აბა თქვენი აჯობებს თუ ჩემი და ავრცელეთ მაგ ჭორები რამდენიც კიდე. იჭორავებთ და მე ერთ კვირაში ყველას დაავიწყდება. მიდით ერთი. იმიტომ რომ არ არსებობს ბუნებაში ის რომ ან მე ან ჩემ ძმას ვინმესგან ფული აგვეღო, ვინმე მოგვეტყუებია, ვინმე გადაგვეგდო, ვინმესთვის რაღაცა გაგვეკეთებია. არაფერი არ ყოფილა ასეთი. ერთადერთი რაც იყო რაც არის ჩვენი ოჯახის ამოსავალი წერტილი და სიწმინდე, ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობა ყოფილიყო. ნუ ეს გახდა პრობლემა ქვეყანაში. სამშობლოს სიყვარული გახდა პრობლემა ქვეყანაში. ხო? გასაგებია, გვესმის, ესეც ვიცით, თუ ვინმე თავდადებული იყოს ამ ქვეყნისთვის, ყველა თქვენაერი მოღალატების ხელებით იქნა მოკლული, ხო? და ძალიან კარგი გამოცდილება გვაქვს და გარიდებული ვართ მაგ ტოქსიკურ ემას, რა ქვია, სივრცეს. ხო? აი იქ რო წერთ კიდე რომ მე თურმე სადღაც ბორდელში ვმუშაობდი თურმე და ის. ხო, მე არანაირი შეხება არ მქონია არსად. კი, ახლა ახალგაზრდა კაცი ვიყავი მაშინ, როდესაც მსახურობდი და კი ბატონო, არ ვმალავ მაგას. მივლია საუნებში 19-20 წლის ბიჭს ყოფილი ვარ. იმის იქეთ მე არაფერი შეხება არ მქონია. ამიტომ ბორდელიდან დედათქვენებია გამოსული და ბორდელის მსგავს ოჯახებში ხართ გაზრდილები. ნამდვილად, იმიტომ რომ ბორდელის მსგავს ოჯახებში რო არ იყოთ გაზრდილები, ამდენი ავადმყოფობა, ამდენი სიბინძურე თავში არ მოგივიდოდათ. როგორ უნდა მოგივიდეს ადამიანს ახლა თავში აზრად, რომ ადამიანს დააბრალო 2008 წლის ომის დროს რუსებს გადავცემდი თურმე კოორდინატებს და ამის გამო დამიჭირეს და გამლახეს თურმე და მე ვიჯექი ციხეში და მე გარეთავალ. ხო, აი როგორ შეიძლება ახლა ესეთი რაღაცა, ხო არსებობს რაღაცა დააბრალო ადამიანს, ხო? მაინც არ ყოფილა ბუნებაში, ხო? მსგავსი რაღაცა. ხო, აი თქვენი ქრისტიანობა, თქვენი პატრიარქის სიყვარულობა, თქვენი სამშობლოს სიყვარული და პატრიოტიზმი არ გეიშვა უკანა გარიდან რა. თქვენ ხართ ბიოლოგიური ნაგავი, ეს თქვენ წარმოადგენთ იმ 0.1% კლასტერს, აი პოლიტიკური ნაგავიდან, საზოგადოებრივი ნაგავიდან და ემათგან ვინც მომჯდარია ამ ქვეყანას და ანადგურებს და უბედურ დღეში ყავს და როგორც ნაცთა ქოთს უნდა მოეტყნას დედის პროჭი, ისე უნდა მოგეტყნათ თქვენ დედის პროჭი. და მაშინ დაისვენებს ქვეყანა. და ეხლა რაც შეეხება ერთი რაღაცა მინდა ვთქვა. აი ეს თქვენი სკროლვა სკრინვის დეპარტამენტი რო არის და ხალხს რო დაძდევხართ და ჯარიმებს რო უწერთ. და ზოგმა ნაცდა უწერა და იმაზე დააჯარიმა, ზოგმა ქოთს დაუწერა და დააჯარიმა. ბიჭო, მთელი ამ ხნის მანძილზე 1000 ცილის წამება, 1000 ლანძღვაგინება, 1000 მუქარა, 1000 შეურაცხყოფა რო ვრცელდება ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ.
ამ დროს ეს თამთა და მისი სადაქალო ეს რა ვიცი 15 კაცი ყოფილან შვებულევაშია გასული სვანეთის და სვანების მიმართ 1000 სიბინძურეები რო ტრიალებდა სადა ქვეყანა 1000 იმას კუთხური ნიშნით შულს რო აღვივებდა და 1000 გინება და ლანძღვა მოდიოდა იქ სად მისი დედის ტყნაში იყო წასული ეს სკროლვასქენვის დეპარტამენტი აი ეს ყლექალა რო წერს აი ესეთ პოსტებს და იგინება და ილანძღება და 1000 სიბინძურეს ავრცელებს თქვენ თუ გონიათ მე ჩივილს დავიწყებთ მაგ მოუთაგავდა ასე მე მაგის გამკეთებელი არა ვარ არასდროს არ მქონია რომ ვინმეზე ეჩივლოს და რაღაცა და მით უმეტეს ყლექალას რა უნდა უჩივლო თუმცა ერთხელ არა ეგ სწორედ გამართლებული იმიტომ რომ პოლიტიკურ სიბინძურეში ხარ პოლიტიკურ სიბინძურეებს ეხები და რაღაცებს სამართლებრივი პასუხი ჭირდება ხო მე არ გამიკეთებია ნუ ასეთი მენტალობით გავიზარდე რომ მე არა ჩივილი და მსგავსი რაღაცები არ მიყვარს და არ მჩვევი თქვენგან განსხვავებით 100% რო გაგაგდებიებენ ხელიდან ადამიანის გასაუბედურებლად ხო ნაღდათ არა ვარ იმის წინააღმდეგი რომ ადამიანს რომელსაც თავს ესხმიან და 1000 შეურაცხყოფას აყენებენ ადამიანი გამოვიდეს და თავი დაიცვას მე ვიცი რომ ეს სახელმწიფო მე არასდროს არ დამიცავს ჩემი სახელმწიფო რომელიც მე დიდგორობის გამო მიჭერდა ჩემი სახელმწიფო რომელიც მე დავით გარეჯის გამო 8 წლიან ციხეს მაშენებდა თავზე ჩემი სახელმწიფო რომელიც აი ამათი პიდარასტების და ამათი ტაშპანდურის გამო აი მოღალატეს და 1000 უბედურებას მეძახდა და უზარმაზარ დოსიებს ადგენდა და დაკითხვებს და გამოძიებებზე და სასამართლოებში დავყვავდი ის ნამდვილად არ დადგება ჩემი მტრის სახელმწიფო არა ის სახელმწიფო არა ის არის რეჟიმი ის არის რეჟიმი გარკვეული კონკრეტული კრიმინალური დანაშაულებრივი სინდიკატის რომელიც დანაშაულებრივი სინდიკატის ხელშიც არის ქვეყანა იმედია ძალიან მალე მოგეტყნებათ დედის ტრაკი და რაც შეეხება ჩემ შეპირებულს კიდე გამოგიგზავნით არ ვიცი მეტი მე არაფერი არ მაქვს სათქმელი მე სირ ხალხთან სალაპარაკოც ნამდვილად არაფერი არ მაქვს ყველა არავინ არ შეეცადოთ ახლა ჩემთან დაკავშირებას და ეს არ მინდოდა ეს არ უთქვი ყველამ გამოავლინეთ თავი ვინ რა თქვით და როგორ უთქვიათ და ვინ როგორ იქცევა და რანაირად იქცევა და მე ახლა მაგისტვის არც ამისთვის არ მაქვს დრო ცხოვრებისეულად რომ ახლა აი ამ ბლოგებში ვკარგავდე დროს იმ საქმეს რასაც ვაკეთებ და რაც მინდა რომ გავაკეთო რომ ჩვენი ქვეყნის ისტორია ჩვენი ის რაც ხდება რომ იქნას გაგებული საზოგადოებისთვის პირიქით დროს მართმევს და ენერგიას მართმევს და ხელს მიშლის მაგრამ როდესაც ეს ბოზიშვილები გამოვლიან და გიკბენენ პასუხი ჭირდება ყველაფერს და მე თუმეტეს გადადიან იმაში რა ქვია თქვენნაირი ქალების დედა შევეცი თქვენნაირი კაცების კაცობა მოვთხან მე და მე ფურთხებია თქვენი კაცობისთვის ჭანყარაშვილის დამადობით მენტალურად კასტრირებული ჩათლახის ფიფიას მხარდამჭერები იქნებით, მურგოშიას მხარდამჭერები იქნებით, თუ ქოცების მხარდამჭერები იქნებით, იმნაირი ბიოლოგიური ნაგვები და იმნაირი გამოყლებულები იქნებით, რანაირად ძალიან თვითონ. ნორმალური ადამიანი ან ქოცი როგორ უნდა იყო, ან ფიფიას ტაშისპყრელი როგორ უნდა იყო, ან მურგოშიას ტაშისპყრელი როგორ უნდა იყო. ერთი თაღლითი, მეორე თაღლითი და მესამე თაღლითი. ეს თაღლითობა ერთიანებთ ამათ. და ამ თაღლითებთან ერთად, აი ეს სიბინძურეებში რომ მიიღეთ მონაწილეობას მაგრამ შეგაგინებს ადამიანი და ღირსიც იქნები რა. გაოგნებული ვარ თქვენი პატრიოტიზმით და თქვენი სამართლიანობის განცდით და რაც შეეხება იმ უბედურებას, რომელიც არ ვიცი რაცა მომხდარი სვანეთში, მე ვისურვებდი ერთ რაღაცას. მე ვისურვებდი იმას, რომ როგორც სვანური სამართალი, მე არ ვიცი იქ რა არის მომხდარი, ენა ბევრ რაღაცას იტყვის, როგორც სვანური სამართალი იმსახურებს და იმსახურებდა, მე ვისურვებდი, რომ ესეთი სამართალი დამდგარიყოს, როგორც ერთი მხრის მიმართ, ისე მეორე მხრის მიმართ. ისა ცნობისთვის. და თქვენ იმის მაგალითად რომ მემაბრალოთ ზოგზოგიერთებმა რომ თურმე კოდორის ხეობა მე გადავეცი მის მაგალითად კარგად მოიძიეთ გამწარებული დათო ცინდელიანის საქმე რომელიც მაქ სოფლიშვილი იყო რომელსაც ტყვია დააჭერდეს და ზღვაში ჩააგდეს თევზების აჯიჯგნად და ქოცებმა მისი გამწარებული დედა გამოიყვანეს იქ დაკითხეს ვითომ სამართლიანობის დასადგენად აი ნაბოზარმა წულუკიანმა და იმ ნაბოზვარმა სუბარმა ვითომ ომის გამოძიებებს რო ისწავლიდა და ხელახლა გაუმწარეს დედას შვილი
ხელახლა გაახსენეს ყველანაირი ტკივილი და ამ დაკითხვის მერე ორ კვირაში მისი შვილის მკვლელი ციხიდან გამოუშვეს. ხო. და შენ რაც შეგეხები. ხო და შენი ძმის ხსოვნასაც ეცი პატივი, ურთიერთობასაც ეცი პატივი და ისე მოიქეცი როგორც ვაშკაც და კაც შეეფერება რა. ძალიან არ მინდოდა ამის პასუხი, მაგრამ გეშლება. როდესაც გიშლება, უნდა გითხრას ვიღაცამ, თუ შენ თვითონ ვერ ხვდები რა. დედა შევეცი ყველა პარტიის, ბიჭო, რაც შექმნილა და რაც შეიქმნება. კაცობას და ადამიანობას საზღვარი არ აქვს. და ხანდაზმულობა არ გააჩნია კაცურ საქციელს. მაგ პარტია დღესაა, ხვალ აღარ იქნება და მე ვნახავ ერთი სად იქნება.